დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ რასაკვირველია ადამიანზე ვსაუბრობთ და ყველაზე ფასეულზე, ყველაზე მნიშვნელოვანზე ნებისმიერ საზოგადოებაში, რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ზრუნვა და ფიქრი ეს არის კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი. თუმცა გარკვეულ ეტაპზე ადამიანმა გააცნობიერა, რომ უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე კი არ უნდა, არამედ უნდა რომ სიცოცხლე შეძინოს ყველა იმ წელს, რომელსაც ამ სამყაროში დააყოვნებს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ცნებაზე, რომელსაც ცხოვრების ხარისხი ჰქვია. ძალიან ბევრი რამ იგულისხმება ცხოვრების ხარისხის ქვეშ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრების ხარისხით, როდესაც ადამიანი დაინტერესდა, მან მხოლოდ საკუთარი თავი არ წარმოიდგინა იმ მოვლენების ეპიცენტრში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მისი ცხოვრების ხარისხი. დიახ, თავად ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კონცეფციისა, ის გახლავთ ცენტრი იმ იერარქიისა, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ადამიანის გარშემო შექმნილი სამყარო, რომელიც ადამიანის გარეშეც არსებობდა და ადამიანმა შეიტანა უზარმაზარი წვლილი მეორე მხრივ ამ სამყაროს ჩამოყალიბებაში. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ თავად ადამიანზე, იმ გარემოზე, რომელიც მის გარშემო არსებობს, ჩვენ საუბრობთ ცოცხალ, არაცოცხალ სივრცეზე და ჩვენ საუბრობთ აუცილებლად ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც მას არა მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს, არამედ ადარდებს თავისი ოჯახი, ადარდებს საზოგადოება, ადარდებს ამ საზოგადოების უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკოლოგიური კატასტროფების რისკი, ადარდებს თავისუფლება, ადარდებს ბედნიერება და აღმოჩნდა, რომ ბედნიერებასთან ვერ მიდის ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავისუფლება. ბედნიერებასთან ვერ მიდის ადამიანი, რომლის უფლებები არ არის დაცული. ბედნიერებასთან ვერ მიდის ადამიანი, ვისაც აი ამ იერარქიაში რომელიმე მიმართულებით აქვს ღრმა დანაკლისი და რასაკვირველია ჩვენთან ყველაზე ახლოს არის ოჯახი. ოჯახი, რომელიც განსაზღვრავს არა უბრალოდ ჩვენს არსებობას, არამედ ვინ ვართ ჩვენ და როგორ შეგვიძლია შევცვალოთ საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ოჯახი საზოგადოების მიკრომოდელია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ოჯახი განსაკუთრებულ ურთიერთობებს იტევს, ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მშობლებთან. თითოეული ჩვენგანი არის შვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა მშობლებთან არის არა უბრალოდ აი ამ ვიწრო ურთიერთობის განსასწრელი, არამედ უზარმაზარი ცნება, რომელმაც შეიძლება ჩვენი შემდეგი თაობების ისტორია განსაზღვროს. როგორია ჩვენი დამოკიდებულება მშობლების მიმართ, როგორია მშობლების განწყობა ჩვენს მიმართ, როგორ ჩამოყალიბდა ეს ურთიერთობა პირველივე დღიდან და როგორ გრძელდება ეს ურთიერთობა ყოველდღიურ რეალობაში, მაშინ, როდესაც უკვე ჩნდებიან შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ასე შემდეგ. ეს არის მოდელი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში იზრდება თაობები, რომლის საფუძველიც არის ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთ პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ჩვენ საუბრობთ მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, რასაკვირველია, განა შეიძლება იყოს ამაზე ტევადი, ამაზე ფაქიზი, ამაზე მნიშვნელოვანი რამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. ამიტომ ლოგიკურად დაუბრუნდით შესავალს, დაუბრუნდით პირველ ფრაზას და თუ ადამიანია ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე დიდი ღირებულება, მაშინ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი გადაცემისათვის ორგანული ნაწილია მშობლის დღიური. ანუ ის რუბრიკა, ის პროექტი, სადაც განსაკუთრებული ზრუნვით მშობლები შვილების პრობლემებზე საუბრობენ, სადაც შვილის პრობლემა განყენებული სამედიცინო დიაგნოზი კი არ არის, ეს არის მშობლისთვისაც შეცვლილი ცხოვრების წესი, ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პატარ-პატარა ისტორიებს გიზიარებთ უზარმაზარი შინაარსით და დღევანდელი ჩვენი რუბრიკა შორენა ლაბაძემ უნდა წარმოადგინოს მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. მე ვარ თამარა ანთია, მათე ბახტაძის დედა, ვარ 47 წლის, პროფესიით ვარ ექიმი, ნეირორადიოლოგი, მყავს ორი შვილი, მათი არის უმცროსი, 8 წლის.
მათ იყო დაახლოებით წელიწად ნახევრის, როდესაც ახაც დედაჩემს უფრო თქვა არ მოსწონდა მისი ქცევა. მე როგორც ექიმს ალბათ უფრო მეკუთვნოდა რომ ეს პრობლემა ესე ადრე შემემჩნია. ალბათ არ ვართ კრიტიკულები, მშობლები და ვფიქრობთ რომ ჩვენ შვილს პრობლემა არ აქვს. მახსოვს გავაპროტესტე, რამოდენიმე თვე ვაპროტესტებ და ვთვლიდი რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ბავშვს და ეს ჩვეულებრივი მისი ასაკისთვის ნორმაა. დაახლოებით 2 წლის და 2 თვის იყო, როდესაც მივიყვანე ნეიროგამვითარების ცენტრში. გვითხრეს, რომ ეს არის მსუბუქი სპექტრი, ანუ აშლილობა. ეზოში თუ გავიყვანდით, ცდილობდა, რომ თავისთვის ყოფილიყო, არ უნდოდა მის თანატოლებთან თამაში. ერთი და იგივე სათამაშო შეზღუდული ინტერესები ჰქონდა, აი თამაში. უფრო აინტერესებდა ასოები, ციფრები. ძილის წინ ერთი პერიოდი შეეძლო გადაბმულად ეტირა 1 საათი. ზუსტად ვიცოდი, რომ ის წერტილი რა წერტილამდე დღეს მოვედით, მოვიდოდით, მაგრამ მეც მქონდა ეს მომენტები, რომ რაღაცა აი ჩემთვის გავიფიქრებდი, რომ აი რაღაცა ალბათ არ გამოვა და ალბათ სადღაც გავჩერდებით, მაგრამ ძალიან მალე ამ მას რაღაცა პრობლემს რო ყუბელი გადავა ესა ძალიან მალე გავდევნივდი ამ ფიქრს ტვინიდან და ვაგრძელებდით წრეებზე, აქტივობებზე, აქტიურად სიარულს, აი მათე გადასარევად ცურავს, კარგად მღერის თერაპიები გვაქვს ჩვენ ქცევითი, მეტყველება, ხელოვნება როგორც გითხარით და იქ აქვს ჭადრაკის კლუბი, რომელიც ძალიან მოსწონს, ხატვა. მინდოდა რომ ყოფილიყო სპორტული აქტივობა და აუცილებლად მინდოდა გუნდური რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ გუნდური ნიშნავს მათესთვის მეტ ადამიანთან კომუნიკაციას, ემოციების გაცვლას, ძალიან ჩაერთო დღემდე, ძალიან უხარია. ჩემთვის არ არის თავარი რომ ის კალათბურთელი გამოვიდეს. ჩემთვის თავარია მას კონდეს სურვილი რომ ანუ გაცვალოს ემოცია და კონდეს კომუნიკაცია. ერთ-ერთი რაც მე გავარკვია, მოვიკითხე, ეს იყო ცხენებთან კომუნიკაცია, ეს იყო რაი თერაპია. იმ მომენტებში უბედნიერესია ხოლმე, როდესაც ეფერება, იხუტება ცხენებს. მე ძალიან მიყვარს ცხენები. მე აქ შეიძლება მოვდივარ და ვჯირითობ. ყველაზე ძალიან მომწონს ლუი. ძალიან საყვარელია ლუი. ცხენს აქვს ძალიან სასწაული ფიზიოლოგია. ანუ ცხენის ნაბიჯი არის ზუსტად იგივე, რაც ჩვენი ადამიანის ნაბიჯი. ცხენის გულისცემა არის ჩვენი გულისცემისნაირი. ამიტომ როცა შენ ზიხარ ცხენზე და ჯირითობ, ეს არის ერთი თლიანი კონგლომერატი, ანუ შენი გაგრძელება არის და ამითი პაციენტი წყნარდება. ამავე დროს ეს ვიბრაცია, ეს ტალღები მოქმედებს ლიმბურ სისტემაზე და ლიმბური სისტემა და ჰიპოკამპი არის ის ნაწილი ჩვენი ტვინის, რომელიც პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. გამოიყოფა სეროტონინი, გამოიყოფა ადრენალინი, დოფამინი და პაციენტი არის კმაყოფილი, მხიარული, უფრო კომუნიკაბელური ჩვენთან და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აუტისტურ სპექტრ ბავშვებთან უფრო სერიოზულად ვიმუშაოთ. მათი არის აი ძალიან სუფთა, თბილი, უბრალოდ რომ ჩაგეხუტება და რაღაცა სითბოს გადმოგცემს, გინდა რომ მთები გადალახო. რაღაცნაირი მამაკაცური, რაღაცნაირი ბიჭი იზრდება, რომ მეამაყება რომ ჩემი შვილია. ზუსტად ვიცი რომ მათე ამ პრობლემას თავის ძლიერ მხარეთ აქცევს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ასეთ ტიპის ბავშვებს სხვა რაღაცები აქვს ძალიან განვითარებული. მათე 2 წლის ასაკიდან ასოები იცოდა, ციფრები იცოდა, მათე მიცის რა ვიცი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშა, კონტინენტები, პლანეტები. ზუსტად ვიცი რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მისი თვისებები მას დიდ პიროვნებად და დიდ ადამიანად აქცევს და მე როგორც ეხლა ვამაყობ და ყოველთვის ვამაყობდი, ძალიან ვიამაყებ მისი მიღწევებით. როდესაც თანამედროვე საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ საზოგადოებაზე, რომელიც დატვირთულია ინფორმაციული ნაკადით. და აი ამ ნაკადში თუ აქამდე ინფორმაციის ნაკლებობაზე ვწუხდით, ახლა სწორედ აი ამ ინფორმაციულ ნაკადში სანდოობის ნაკლებობაზე ვწუხვართ. და ეს ბუნებრივი და გასაგებიც არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარი პრობლემის გამო იწყებს კონკრეტულ ტერმინებში გარკვევას, კონკრეტულ
საკითხებთან დაკავშირებით რა ტენდენციებია, რომელია თანამედროვე მიდგომა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა იცის მტკიცებითმა მედიცინამ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სანდო და აკადემიური ინფორმაცია გაგიზიაროთ და დღევანდელი ჩვენი საუბარი არ გახლავთ რასაკვირველია გამონაკლისი. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ონკოგინეკოლოგი პროფესორი ბატონი არჩილ შარაშენიძე. აჩკოძილო მშვიდობისა. გამარჯობათ მოგესალმებით. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება არა უბრალოდ მტკიცებით მედიცინაზე ვისაუბროთ, არამედ ჩვენ გვაქვს საშუალება უახლესი ინფორმაციის ჭრილში ვისაუბროთ. თქვენ ახლახან დაბრუნდით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გქონდათ ევროპაში, რამაც კიდევ მეტი კითხვა და კითხვის დასმის შესაძლებლობა მომცა მე, იმიტომ რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალები აქტიურობენ ხოლმე ასეთ თემებთან დაკავშირებით და არავის გაკვირვებია თუ მაგალითად განსხვავება კისტასა და სიმსივნეს შორის, კისტასა და კვანძს შორის აინტერესებთ ქალბატონებს, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქალის ჯანმრთელობასთან და ქალის რეპროდუქციულ სისტემასთან. დავიწყოთ საკვერცხეებით, იმიტომ რომ საკვერცხე არის ზუსტად ის ორგანო, სადაც ქალის ბიოლოგიური ამოცანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედის, კვერცხუჯრედის გამომუშავებას უკავშირდება. კისტა არის თუ არა საკვერცხეში კვანძები და თქვათ აი ასე განვავითაროთ ჩვენი მსჯელობა. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია ასევე. ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კისტებს, მინდა თვითონ ახსნა რა არის კისტა. კისტა არის სითხით სავსე ჩანართი, რომელიც გინეკოლოგიაში ძალიან ხშირად გვხვდება. ქალბატონებში უფრო სიხშირით პირველ ადგილზე დგას კისტები საკვერცხის, შემდეგ მოდის უკვე მილის და განიერი იოგის და ძალიან იშვიათი არის საშვილოსნოს. საკვერცხის კისტები ეს არის 35-დან 40%-მდე გვხვდება ყველა ასაკის ქალბატონებში. პრემენოპაუზაში არის სადღაც 16-17%, პოსტმენოპაუზაში 12-13% და ასოცირებულია უფრო მეტად ავთვისებიან სიმსივნეებთან. კისტები იყოფა შემდგომნაირად: არის კეთილთვისებიანი კისტები, არის მოსაზღვრე კისტები და არის ავთვისებიანი კისტები. განვიხილოთ პირველ რიგში კეთილთვისებიანი რა არის. კეთილთვისებიანი კისტები რამოდენიმე ქვეჯგუფად იყოფა. პირველი ეს არის ოვულაციასთან ასოცირებული ფუნქციური ხასიათის კისტები, როდესაც ხდება ფოლიკულის ჩამოყალიბება, უნდა გასკდეს ფოლიკული წარმოიქმნას კვერცხუჯრედი და არ ხდება ეს პროცესი და ვითარდება ფუნქციური ხასიათის კისტა, რომელსაც ჭირდება დაკვირვება. მეორე ეს არის დერმოიდული ხასიათის ჩანასახობარ უჯრედული კისტები, რომლის დროსაც საკვერცხეში ვითარდება ცხიმი, სხვადასხვა ქსოვილები, უფრო მეტად ეს არის კეთილთვისებიანი, მაგალითად ტერატომა, დერმოიდი, მაგრამ არსებობს მათი გამონაკლისები ავთვისებიანი ფორმები, როგორც არის იოქსაკის ტუმორი, უმწიფარი ტერატომა და ასე შემდეგ. მესამე ეს არის ენდომეტრიოზი, როდესაც შოკოლადის მსგავსი ენდომეტრიომა ვითარდება, ამასაც ჭირდება მკურნალობა ხშირად კონსერვატიული, მაგრამ ასევე შესაძლებელია ქირურგიული მკურნალობაც, გააჩნია ზომას, მაგრამ პირველი რითაც ვიწყებთ ეს არის კონტრაცეპტივებით მკურნალობა და შემდგომ უკვე ზომიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ მოხდეს ოპერაციული ჩარევაც, მაგრამ ჯერ კონსერვატიული მკურნალობა. შემდგომ მოდის მცირემენჯის ანთებით დაავადებებთან ასოცირებული, როდესაც მილში არის სითხე, საკვერცხეში არის სითხე, შეიძლება იყოს ჩირქიც და ეს კისტები უკვე საჭიროებს რომ ავიღოთ ბაქტერიოლოგია, დავარქვათ ზუსტად სახელი რა არის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპია. ასევე არის ორსულობასთან ასოცირებული კისტები, რომლის დროსაც ვითარდება ორმხრივ კისტები, ეს კისტები არის ქორიონონ გონტროპინის მაღალ რაოდენობასთან დაკავშირებული. ძალიან ხშირია მათი რუპტურა, სისხლდენა და შემოგრეხება. გახეთქვა უკაცრავად და ამიტომ უნდა გავაფრთხილოთ პაციენტები და ასევე ჰიპოთირეოზთან არის დაკავშირებული, იმიტომ ჰიპოთირეოზის დროსაც თირეომასტიმულირებული ჰორმონის და ბეტა-ქორიონგონტროპინს აქვს ერთი და იგივე ალფა-სუბერთეული და ამიტომ ხშირად ხდება ჰიპოთირეოზის დროსაც. ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია და პარალელურად ჩნდება ეს პროცესი.
ასევე არის ერთ-ერთი ჯგუფი, ეს არის უკვე სიმსივნური დაავადებები და პოლიკისტოზის საკვერცხის სინდრომი. პოლიკისტოზის საკვერცხის სინდრომის დროს ხდება მრავალი მცირე ზომის პატარა ფოლიკულების წარმოქმნა, თავის მხრივ არ ჭირდება მკურნალობა, მაგრამ როდესაც პოლიკისტოზი უკვე იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მაგ შემთხვევაში უკვე საჭიროებს კონსერვატიული მკურნალობას. ცალკე არის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც უფრო მეტად ხდება პრემენოპაუზაში და პოსტმენოპაუზაში. ასოცირებულია უფრო მეტად ეპითელიურ საკვერცხის სიმსივნეებთან, როდესაც არაეპითელიური უფრო ახალგაზრდა ქალბატონებში ხდება. ეს არის კისტების ჯგუფი საკვერცხის რაც შეეხება. რაც შეეხება მილებს, მილთან დაკავშირებით გვაქვს მილის და განიერი იოგის კისტა. მილებში ყველაზე ხშირი არის მორგანის ჰიდატიტური კისტა, რომელიც მცირე ზომის არის და მილის კისტებს ძირითადად ჭირდება დაკვირვება თუ არ არის თქვა 10 სანტიმეტრი და ზემოთ, მაგრამ ასევე არის აი როგორც მოგახსენეთ ჩირქოვან ანთებით დაავადებებთან ასოცირებული და ცალკე არის ავთვისებიან სიმსივნესთან ასოცირებული, როდესაც დამტკიცდა რომ საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეები არა უშუალოდ მარტო საკვერცხიდან მოდის, არამედ მოდის ასევე მილიდან. და როდესაც მილში არსებობს კისტები და როდესაც გენეტიკური პათოლოგიები არის და გენეტიკური თვითგანწყობა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს მონიტორინგი პაციენტის და ამ კისტების დაკვირვება და შესაძლო ოპერაციაც კი. რაც შეეხება საშვილოსნოს, საშვილოსნოში არის ერთადერთი შემთხვევაში, იმიტომ რომ ძირითადად არის კვანძები, ადენომიოზი და ასე შემდეგ, როდესაც ტროფობლასტური დაავადებების დროს ვითარდება ქორიონგონტროპინის მაღალი რაოდენობა, მაღალი ორსულობის დროს, როგორც ყოველთვის ქორიონგონტროპინი იმატებს, მაგრამ ხდება პათოლოგიური იმპლანტაცია, ანუ არ ვითარდება ორსულობა და არ ვითარდება ემბრიონი, მაგ შემთხვევაში ხდება პათოლოგიურად ქორიონგონტროპინის რაოდენობის მომატება, ანუ პათოლოგიური იმპლანტაცია საშვილოსნოში და წარმოიქმნება ჩანერგვა და ამ დროს ეს კისტები წარმოიქმნება ყურძნის მტევნის მსგავსი კისტები. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე ბუშტნამქერი ავთვისებიან სიმსივნეებში ქორიოკარცინომა და ეს სიმსივნეები კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც რა თქმა უნდა საჭიროებს მკურნალობას. არის პირველ რიგში ევაკუაცია გამოფხეკას რო ეძახიან ეს მკურნალობა, მაგრამ ასევე შესაძლოა იყოს ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოღების საკითხის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მაღალი არის ქორიონგონტროპინის რაოდენობა. თუ ქორიონგონტროპინი რამდენადმე, ანუ 100,000, 300,000 და ასე შემდეგ არის, მაგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს საკითხი საშვილოსნოს ამოღებაზეც. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ვითარდება. დანარჩენ შემთხვევაში ძირითადად ვითარდება კვანძები. მოდით დავუბრუნდეთ საზოგადოების მხრიდან ინტერესს. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ექიმის პოზიციიდან განმარტებული, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ჩვენი წარმოდგენა კისტებზე და რომელი ტიპის კისტებია ყველაზე გავრცელებული. თქვენ ხაზგასმით ბრძანეთ, რომ შეიძლება კისტა იყოს საკვერცხლზეც, იყოს მილშიც, შეიძლება იყოს საშვილოსნოშიც, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე იშვიათი ვარიანტია და ყველაზე ხშირი სწორედ საკვერცხლთან დაკავშირებულია. ჩვენს მაყურებელს აქვს რამდენიმე კითხვა და მოდით დავიწყოთ პირველი კითხვით და მოვუსმინოთ მაყურებელს, ერთად მოვუსმინოთ და ერთად უპასუხოთ. პირველ რიგში მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გადაცემაში მონაწილეობის და შეკითხვის დასმის. ეხლა რაც შეეხება ჩემს კითხვას. საკვერცხის კისტა რამდენად შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი? და ასეთ შემთხვევაში, ანუ საკვერცხის კისტის შემთხვევაში, ოპერაცია აუცილებელია? მადლობა მაყურებელს რასაკვირველია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭიროებო საკითხი. ანუ შვილოსნობასთან საკვერცხის კისტის კავშირი და შემდეგ ოპერაცია საჭიროა თუ არა, კისტა უნდა მოვაშოროთ თუ არ უნდა მოვაშოროთ. დიდი მადლობა კითხვისთვის. ანუ ნაწილობრივ ახლა რაზეც ვისაუბრეთ, გავეცით პასუხი და რა თქმა უნდა ასოცირებულია, ანუ იგივე პოლიკისტოზი, რომელიც მენსტრუალური ციკლის დარღვევას იწვევს, იგივე ენდომეტრიოზი, რომელიც კონკრეტულად არ არის ჩამოყალიბებული რა გენეზი არის, მაგრამ ერთ-ერთი უშვილობის მიზეზი არის, ასევე სხვა დანარჩენი კისტებიც, იგივე დერმოიდული კისტაც ზომიდან გამომდინარე, თუ დიდი ზომის არის, რაც უფრო თქვა 5 სანტიმეტრი და ზემოთ კისტებია, ორსულობის
რისკი ამ დროს მცირდება. აუცილებლად საჭიროა იგივე ჰიპოთირეოზა ეთეკალუთეინური რაც ვახსენეთ, ამ დროსაც ეს ყველაფერი არის ბარიერი, რომ ორსულობა დადგეს. რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას. პირველ რიგში აუცილებლად ოპერაციულ? ყოველთვის პირველ რიგში ვიწყებთ კონსერვატიული გზით, ანუ ერთი ჯგუფი არის დაკვირვება, როგორიც არის თქვათ ეს ფუნქციური ხასიათის კირტები, რომ ვეუბნებით, რომ მოდით შემდეგი ციკლი ვნახოთ, კიდე ერთი ეხოსკოპია, ექსპერტული ულტრაბგერა ჩავატაროთ და ვნახოთ ზუსტად რა კისტაზე გვაქვს საუბარი. მეორე თქვათ ციკლის მერე შევაფასოთ თავიდან ზომაში იზრდება, არ იზრდება, თუ არ იზრდება, მოდი ისევ დავაკვირდეთ და არის პაციენტი დაკვირვების რეჟიმში, თუ თქვათ დიდი ზომის არის, მაგ შემთხვევაში ველუნებით, რომ 10 სანტიმეტრი, ანუ რუპტურის რისკია და მოდი აუცილებლად იქ თქვათ დამოკიდებული იმაზე ქსოვილი არის, არ არის, ხანდახან საჭიროა ხოლმე ულტრაბგერასთან ერთად უკვე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაც მარკერებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა მარკერი, რა რაოდენობის არის და იმიტომ რომ ახლა თქვათ ერთ-ერთი მთავარია CS25, რომელსაც ენდომეტრიოზების დროს და რომა ინდექსი, რომელსაც ვიყენებთ, მაგრამ ზუსტად იქ რამდენი არის 35 არის ზედაზღვარი. ამის ზემოთ რამდენად არის მომატებული, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა ინფორმაცია მოდის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევით და ეხოსკოპით. ანუ ეს არ არის ერთი კითხვა და მარტივი ცალსახა პასუხი. რეალურად ძალიან ბევრი წახნაგი უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით არის პასუხი გასაცემი კითხვაზე. ენდომეტრიოზი საერთოდ ცალკე სასაუბრო თემა არის და რაც შეეხება კისტებს, ანუ პირველი ენდომეტრიოზი იქნება თუ სხვა ნებისმიერი კისტა, რა თქმა უნდა, მკურნალობა მიდის კონსერვატიული გზით, მედიკამენტებით. მხოლოდ იმის შემდეგ თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტოა, დაკვირვება ეხოსკოპიურად გეუბნება, რომ თქვათ რამოდენიმე ციკლი გავიდა და ეს კისტა მაინც რჩება, მხოლოდ მაშინ ისმება საკითხი უკვე ოპერაციულ მკურნალობაზე. ოპერაციული მკურნალობაც დამოკიდებულია ზუსტად რა სახის კისტაზე გვაქვს საუბარი, ქირურგს რაზე აქ ეჭვი, გვჭირდება თუ არ გვჭირდება ეს ექსპრეს მორფოლოგია ინტრაოპერაციულად და ამის მიხედვით გინდება უკვე ტაქტიკა. მოდით კიდევ ერთ კითხვას მოусმინოთ, რომელიც ამჯერად კისტებს არ უკავშირდება და კვანძს უკავშირდება. მოგესალმებით, მაქვს ესეთი შეკითხვა, მაინტერესებს, თუ ქალს აქვს საშვილოსნოს კვანძი, რამდენად დასაშვები არის იმისთვის ორსულობა და მშობიარობა და ასევე საშვილოსნოს კვანძებს რა შემთხვევაში არ ჭირდება ოპერაცია. მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. არის თუ არა დაბრკოლება ორსულობისთვის და მშობიარობისთვის, როდესაც ქალს დადგენილი აქვს საშვილოსნოში კვანძი. და მეორე ნაწილი შეკითხვის ასევე ლოგიკურია, არსებობს თუ არა ესეთი კვანძები, რომელსაც არ ჭირდება არანაირი ჩარევა და რაღაც პროცესების პარალელურად თავისთავად ალაგდება, როგორც ამბობენ ხოლმე საზოგადოებაში. კვანძებს რაც შეეხება, კვანძი რა არის, რომ აუხსნათ მაყურებელს, მადლობა კითხვისთვის და ესე იგი კუნთოვანი შრეში წარმოქმნილი ფიბროიდები, ეს ფიბროიდები ვითარდება, მექანიზმი ბოლომდე ახსნილი არ არის, მაგრამ რამოდენიმე თეორია არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომელ შრეშია და ანუ თქვათ შეიძლება იყოს საშვილოსნოს გარეთ განვითარდეს. შეიძლება საშვილოსნოში შიგნით ენდომეტრიუმში ჩაიზარდოს და გამოიწვიოს სისხლდენები. იქიდან გამომდინარე, რა სიმპტომებია, ინდივიდუალურად ხდება საკითხის განხილვა. თუ თქვათ, ანუ პირველი რაც არის, ეს არის სიმპტომები აქვს თუ არა კვანძს. თუ სიმპტომები აქვს კვანძს და თქვათ იწვევს ჭარბ სისხლდენას, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ არის საშვილოსნოს ღრუში და საშვილოსნოს ღრუში არსებული კვანძები, რომლებიც იწვევენ სისხლდენას, აუცილებლად საჭიროებს ჩარევას. და ამის ჩარევა არის ორსულობის დაბრკოლება. ერთ-ერთი დაბრკოლება არის და ამიტომ უნდა ჩატარდეს ჰისტერორეზექტოსკოპია, ეს კვანძი უნდა მოშორდეს და უნდა მოხდეს დაკვირვება. ეს არის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი ორსულობისთვის, მაგრამ თუ თქვათ არის ინტრამორალური, ანუ შუა შრეში, ან კიდე გარეთ ვითარდება, სიმპტომები არ გააჩნია, არის 5 სანტიმეტრს ქვემოთ. რა თქმა უნდა, პირველ რასაც ვეუბნებით, არის დაკვირვება. ხანდახან ყოფილა რომ მოსულა ქალბატონი თქვათ ეხოსკოპიით და ყოფილა 6 სანტიმეტრიანი და იქამდე არანაირი ისტორია არ აქვს იმისი, ეს კვანძი რამდენ ხანში შეიძლება 5 წელია 6 სანტიმეტრიანი და გაიზარდა და გაჩერდა. ამიტომ სულ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მოდი დავაკვირდეთ, დინამიკაში დავაკვირდეთ ეხოსკოპიას, გზრდის, იმიტომ რომ ახლა გაზრდა ასოცირებულია ავთვისებიანი სიმსივნეების რისკთან, რომელიც ძალიან იშვიათია და იმდენად იშვიათია, რომ პირველ რიგში ნამდვილად უნდა კონდეს იმის სარწმუნოება, რომ გენეტიკურად ამ ქალს თვითგან განწყობა აქვს და მეორე, რომ ზომიდან გამომდინარე პრობლემა არის ზომა, ანუ დიდი ზომა.
თუ თქვათ ნახეთ რომ რამოდენიმე პერიოდში 6 თვის განმავლობაში 1 წლის განმავლობაში ეს კვანძი არ იზრდება, უკვე ვეუბნებით რომ მოდი თქვათ 6 თვეში ერთხელ გაიკეთეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა. შევხედოთ თუ თქვათ 5 სანტიმეტრიანი გახდა უცებ 10, რა თქმა უნდა ვაკეთებთ ოპერაციას. თუ თქვათ ეს 5 რჩება წლების განმავლობაში ერთი და იგივე ზომა, რა თქმა უნდა ვეუბნებით რომ დაკვირვება დავიწყოთ. თუ სიმპტომები გამოჩნდა სისხლდენა, რა თქმა უნდა ჩავერიოთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჯობია რომ დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ახალი გაიდლაინები up to date გვეუბნება რომ პირველ რიგში არის მონიტორინგი, კონტრაცეპტივებით მკურნალობა, GnRH-ებით მკურნალობა და მხოლოდ ბოლოს დგება ოპერაციაზე საუბარი. ეს არის კვანძებთან დაკავშირებით. და არის აი ამ შესაძლებლობათა შორის მდგომარეობა, როდესაც კვანძი არის, დავადგინეთ, მაგრამ არასდროს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ოპერაციული ჩარევა სჭირდება მას. არის ასეთი კვანძი? ძალიან ბევრი არის უმრავლესობა, ვთქვათ 5 სანტიმეტრამდე კვანძები, 2 სანტიმეტრი, 3 სანტიმეტრი. ძალიან 80% ქალბატონებში არის მიომის კვანძი. 80% ქალბატონებში რო არსებობს, ეხლა ოპერაცია არ იქნება სწორი ყველას რო ტაქტიკურად ჩაუტაროთ ოპერაციული მკურნალობა. ამიტომ ამ კვანძებზე მიდის მარტო მონიტორინგი და ვეუბნებით სიმპტომები თუ არ წამოვა, შემაერთებელ ქსოვილში თუ არის ეს სუბმუკოზური ან კიდე ინტრამორალური, რა თქმა უნდა ჯობია რომ დავაკვირდეთ და იყოს დაკვირვების ქვეშ. ძალიან დიდი მადლობა აჩიკო დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა წლების მანძილზე თქვენ თანამშრომლობთ ჩვენთან. მე ძალიან მიხარია სიმართლე გითხრათ თქვენი წარმატებები, ეს არის პრაქტიკულად დარგის წარმატებები და ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც თქვენ საქმიანობას ახლავს, განსაკუთრებით ის განსაკუთრებული თანამშრომლობა და ის გამორჩეული საქმიანი თანამშრომლობა, რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და მათი მხრიდან იმის დასტური, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგების. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, გახლდათ ონკოგინეკოლოგი პროფესორი ბატონი არჩილ შარაშენიძე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი გადაცემა იგეგმება მაყურებელთა თხოვნით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი გადაცემა პასუხობს მაყურებელთა კითხვებს. ასე იყო მთელი გადაცემის ისტორიის მანძილზე, ასეა და ასე იქნება სამომავლოდაც, მით უფრო რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როგორი მცირე ჯგუფიდანაც არ უნდა იყოს ეს ინტერესი წამოსული, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ ინფორმაცია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ კოლეგას, ვინც ამ თემაზე ისაუბრებს და რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად სანდო, მტკიცებით დადასტურებული და უახლოესი კვლევებით განმტკიცებული. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი, თუმცა მე ჯერ არ გემშვიდობებით, რადგან წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ სხვადასხვა პრობლემაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უკავშირდება. და ეს სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ადამიანის შესახებ არის, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ნებისმიერ საზოგადოებაში, ამაზეც შევთანხმდით. და როდესაც ვიხსენებთ რა არის ჯანმრთელობა, ჩვენ არა უბრალოდ მის მდგენელებს გულისხმობთ, არამედ გულისხმობთ წონასწორობას. დიახ, ორგანიზმის წონასწორობა ეს არის ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა. და ორგანიზმის გამოსვლა ამ წონასწორობიდან, ანუ რაიმე მიზეზით წონასწორობის დარღვევა არის წინაპირობა იმისთვის, რომ ესა თუ ის პრობლემა განვითარდეს. თუ ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობაზე როგორც წონასწორობაზე, მაშინ სრულიად ბუნებრივია, რომ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია გაწონასწორებული კვება და შესაბამისად კვება, რომელსაც დაბალანსებული, დიახ, ანუ გაწონასწორებული ჰქვია. მიუხედავად იმისა, რა სახელით მოვიხსენიებთ კვების ამ მოდელს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოსახულება შეესაბამება ამას, თუნდაც ის, რაც ჩვენს ეკრანზე სისტემატურად ჩნდება, მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ პრინციპი, რომ ეს არის რეკომენდაციების ერთობლიობა, რომელიც ქმნის საფუძველს, სადაც მაგალითად დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი უნდა მივირთვათ. მეორე ნახევარში გავითვალისწინოთ ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. მაგრამ ეს გახლავთ საფუძველი, ეს გახლავთ შეთანხმება, ეს გახლავთ პრინციპი, რომელიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში
განსაკუთრებულ შტრიხებს და თავისებურებებს შეიცავს. დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშნის თემა გახლავთ კვებითი შუქნიშანი და ქალის ონკოლოგიური რისკი. განაქალს განსხვავებული ონკოლოგიური რისკი აქვს, განაქალს განსხვავებული კვება ჭირდება. საერთო პრინციპები გასაზიარებელია. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა რატომ გამოვყავით დღეს ქალის ონკოლოგიური რისკი და რა მქონდა მხედველობაში, როდესაც ასე დავასათაურდე დღევანდელი ჩვენი კვების ბლოკი, აი ამ ნაწილებს შეეხება ჩვენი საუბარი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ონკოლოგიურ რისკზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის ცვლილება და არა მხოლოდ ცვლილება ერთ რომელიმე კონკრეტულ ორგანოში მხოლოდ. ეს არის ორგანიზმის საერთო პასუხი და ამიტომაც ვამბობთ ხოლმე სიმსივნური დაავადება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გააზრება ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ჭრილში, მით უფრო რომ დღევანდელი განმარტებით სიმსივნე ისევე როგორც გუსის ძახვთა დაავადება, ისევე როგორც სიმსუქნე საფუძვლად გულისხმობს ანთებას. ანთება, რომელიც არ უნდა გავაღრმავოთ, ანთება, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. დღევანდელი ჩვენი შეხსენება, დიახ შეხსენება, იმიტომ რომ ამ თემებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მხოლოდ იმას ემსახურება, კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ანთების როგორც შემცირება, ასევე თავიდან აცილება. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ სხეულის წონაზე, ჩვენ არ გვაქვს ესთეტიკური პრობლემა მხოლოდ მხედველობაში. უფრო მეტიც, ჩვენ ამ შემთხვევაში საერთოდ არ გვაქვს ესთეტიკური პრობლემა მხედველობაში. ჩვენ ვლაპარაკობთ სამედიცინო რისკზე და იმ ტვირთზე, რომელსაც ორგანიზმი ატარებს. ქალის ჭარბიწონა და სიმსუქნე გახლავთ ერთ-ერთი წინაპირობა ორგანიზმის სწრაფი დაბერებისათვის და სისტემური ანთების განვითარებისათვის. დიახ, თუ ჩვენ საუბრობთ ჭარბწონასა და სიმსუქნეზე სწორედ ანთების ჭრილში, მაშინ გამოდის, რომ მას შეუძლია შექმნას წინაპირობა ონკოლოგიური რისკის ზრდისთვის. ანუ მეტად ვიდრე ნორმალური წონის შემთხვევაში. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭარბწონას და სიმსუქნეს ზოგიერთი სიმსივნური დაავადების მიმართ მეტი მგრძნობელობა აქვს, მაშინ მე გაგახსენებთ ჭარბი ცხიმი, სიმსუქნე და ეგრეთ წოდებული კოლორექტული, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბო. ასეთივე კავშირი არსებობს ჭარბი წონა, სიმსუქნე, ცხიმის ჭარბი მოხმარება და ძუძუს კიბო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქალის რეპროდუქციული სიმსივნის ონკოლოგიური დაავადებები რეაგირებენ ჭარბწონასა და სიმსუქნეზე და აუცილებლად რეაგირებენ საკვებში ამ პროდუქტების არსებობაზე. მოდით თან მიმდევრულად მივყვეთ. რატომ შეიძლება უბრალოდ აწონვასთან ერთად მნიშვნელოვანი იყოს ცხოვრების ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ფიზიკური აქტივობა. რასაკვირველია, ფიზიკური აქტივობა განსაზღვრავს იმას, რომ არა უბრალოდ წონა არეგულიროს ადამიანმა და ქალბატონმა, არამედ გაითვალისწინოს ორგანიზმში სხვადასხვა ქსოვილის თანაფარდობა. მაგალითად, კუნთის მასის ზრდა და ცხიმოვანი მასის შემცირება. ჩვენ არ გულისხმობთ ათლეტურ აღნაგობას, ჩვენ გულისხმობთ ელემენტარულ თანაფარდობას, რომელიც შეიძლება იყოს გადამწყვეტი ჯანმრთელი ორგანიზმისათვის. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება ნორმალური წონის მატარებელი იყოს ქალბატონი, მაგრამ თუ ეს წონა უზრუნველყოფილია ცხიმის ხარჯზე, ეს არ გახლავთ მდგომარეობა, რომელიც ნორმას შეესაბამება. ეს გახლავთ სწორედ სიმსუქნე, როდესაც კუნთი არის მცირე და ამას სარკოპენიური სიმსუქნე ჰქვია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ყოველდღიურ რეალობაში ქალებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც რეჟიმის შენარჩუნებას ზოგადად, ასევე რეჟიმის შენარჩუნებას ცხოვრების წესის ცალკეულ ფაქტორებთან მიმართებაში, ანუ დროში გადანაწილებას, ძირისა, აქტივობისა, დასვენებისა და კვებისა. ასეთ შემთხვევაში რეჟიმი კვებისა, მოხმარებული ულუფა საკვების რაციონთან ერთად ქმნის იმ გასაღებს, რომელმაც შეიძლება ან გაზარდოს, ან შეამციროს ონკოლოგიური რისკი. დარღვეული რეჟიმი, მერყევი ულუფა, როგორც უკიდურესად შეზღუდული კვება, ასევე უკიდურესად გაფართოებული კვება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და რისკ ფაქტორი ონკოლოგიური რისკის ზრდისა. არ უნდა დაგვაუწყდეს წყლის ადეკვატური მოხმარება, იმიტომ რომ თავისთავად წყლის არასაკმარისი რაოდენობა უჯრედების
ფუნქციის შეფერხებას იწვევს და ორგანიზმის სწრაფ დაბერებას. დაბერება, ანთება პირდაპირ კავშირშია ონკოლოგიური რისკების ზრდასთან, ამიტომ მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი გასაგებია. ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება, ზოგადად მაღალი რისკის არჩევანი გახლავთ, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა, უკანასკნელი კვლევები ამას ყოველდღიურად ადასტურებს, ამ დატვირთვამ შეიძინა ქალბატონების ჯანმრთელობის შემთხვევაში და ონკორისკის ზრდა ალკოჰოლის არარაციონალური გამოყენების შემთხვევაში ზოგიერთი სიმსივნეების დროს ნიკოტინის არარაციონალური გამოყენების და საერთოდ მოხმარების შემთხვევაში რა თქმა უნდა იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ პროცესირებული პროდუქტები, ანუ გადამუშავებული პროდუქტები, განსაკუთრებით უკიდურესად გადამუშავებული პროდუქტები. დატვირთული ქალისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როდესაც მაგალითად ნახევარ ფაბრიკას ვყიდულობთ, უბრალოდ ზოგავთ დროს, რესურსს ან მეტი არჩევანი არ გვჩება ხოლმე თანამედროვე რეალური რიტმის გადამკიდე. არადა სწორედ ასეთი ნახევრად მზა საკვები, გაყინული საკვები პროდუქტები, გაყინული სადილები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტები, რომელთა მომზადებისთვის უკიდურესად ბევრი დამუშავების ეტაპი იყო გამოყენებული და ასეთ შემთხვევაში მიკროტალღულ ღუმელში ან უბრალოდ აირღუმელში გამთბარი ეს საკვები არის სწორედ ის ფაქტორი, რომელიც ქალის ონკოლოგიურ რისკს ზრდის. კიდევ რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც ჩვენ საუბრობთ. გასათვალისწინებელი უპირველეს ყოვლისა არის ის არჩევანი, რომელიც ჩვენს კვებით შუქნის ჟანრში ყოველთვის არის მრავალფეროვნად წარმოდგენილი. ის კედელი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტის მეშვეობით სამფერად არის განაწილებული, არის არაუბრალოდ საკვები ნივთიერებების წყარო, არამედ ანტიოქსიდანტების წყარო და ასეთ შემთხვევაში ანტიდამჟანგავები არის ის ფაქტორები, ანთების საწინააღმდეგოდ რომ მუშაობს, ქალის ორგანიზმს, ზოგადად ორგანიზმს და ქალის ორგანიზმს განსაკუთრებით იცავს, მაშინ როდესაც მრავალფეროვნებაა გამოყენებული, არა უბრალოდ საკვები ჯგუფების სახით, არამედ თვალით დასანახი ფერების სახით. რომელი პროდუქტებია კიდევ გასათვალისწინებელი, როდესაც ქალის ონკოლოგიურ რისკზე ვსაუბრობთ? წითელი ხორცი მინდა გაგახსენოთ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია როგორც შესაძლო ონკოლოგიური რისკის მქონე. ამიტომ ის ეგრეთ წოდებულ მეორე ჯგუფის A კატეგორიაში განიხილება. ანუ წითელი ხორცი პირდაპირ არ არის ცნობილი დამნაშავედ, რომ ის პირდაპირ იწვევს ონკოლოგიას, მაგრამ შესაძლებელია, რომ ის აღმოჩნდეს მიზეზი. ამიტომ ის შესაძლო მიზეზად რჩება ჯერჯერობით მეორე ჯგუფის A კატეგორიაში, როგორც გითხარით, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ, მას მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. თუმცა დაწინაურდა და აი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის ფაქტორად იქცა ეგრეთ წოდებული პროცესირებული, ანუ დამუშავებული ხორცი. რომელია ეს პროდუქტები? ეს არის შებოლილი, შემწვარი, დაშაშხული, კონსერვირებული და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების უკიდურესი გადამუშავების პროცესში წითელ ხორცს ემატება უამრავი დანამატი და უამრავი სხვა კომპონენტი, რომელიც ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. მოკლედ, ეს პროდუქტები განიხილება პირველ ჯგუფში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბრალეულობა დადასტურებულია. დღეს უკვე ვიცით, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ პროდუქტსა და ონკოლოგიურ დაავადებას შორის. ანუ პროცესირებულ წითელ ხორცსა, ანუ უკიდურესად დამუშავებულ წითელ ხორცსა და ონკოლოგიურ რისკს შორის. ქალების შემთხვევაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ქალის ონკოლოგიური რისკი აღმოჩნდა ძალიან მგრძნობიარე ამ ფაქტორების მიმართ. ისევე როგორც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქალის კვებაში წონასწორობის დარღვევის რისკები. მაშინ რა ამცირებს ქალის ონკოლოგიურ რისკს? რა თქმა უნდა, თქვენთვის არ იქნება მოულოდნელი თუ ვიტყვით, რომ
სრულფასოვანი ცილით უზრუნველყოფა ქალის ონკოლოგიურ რისკს ამცირებს. ჩვენ ამ შემთხვევაში წითელი ხორცის ალტერნატივად განვიხილავთ სხვადასხვა წარმოშობის, უბრალოდ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცხიმებს ერთდროულად, ცილებს ერთდროულად, მაგრამ განსაკუთრებით აქ ძირითადად ცხოველური წარმოშობის ცილებია, ლობიოსა და ნიგზის ჩათვლით, რომელიც ამ შემთხვევაში მცენარეული წყარო გახლავთ და ქმნის იმ კარგ არჩევანს, რომელიც ქალბატონებისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ონკოლოგიური რისკის შესამცირებლად კიდევ უფრო მეტი ყურადღება საჭიროა ქალბატონებმა გაამახვილონ ისეთ ცილებზე, რომელიც მცენარეებით არის ჩვენს ორგანიზმში შესაძლებელი რომ მოხვდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ამ პროდუქტებში არის სხვა ნივთიერებებიც გარდა ცილებისა, რომელიც გვეხმარება ონკოლოგიური რისკის თავიდანაცილებაში. მაგალითად, ამ პროდუქტებში არის თუთია, ამ პროდუქტებში არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, არის ზოგიერთი ჯგუფის ისეთი ვიტამინი, რომელიც ჩვენს დაცვით ძალებს აძლიერებს. მოდით გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი და აღმოვაჩინოთ, რომ სასარგებლო ცხიმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის შემცველობის თვალსაზრისით და ამ ხრივ გამორჩეული თქვენ იცით, რომ რასაკვირველია, არის თევზეული, არის ნიგოზი, არის სელის თესლი და ზოგადად სხვადასხვა სახის თესლის სახეობა, რომელიც მნიშვნელოვანი დამატება იქნება ყოველდღიურ რაციონში ქალისთვის, რომ შემცირდეს ონკოლოგიური რისკი. ყველასათვის კარგად ცნობილი ჩამონათვალი, ბოსტნეული, თავისი მრავალფეროვნებით, ხილი თავისი მრავალფეროვნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე, განსაკუთრებით ლურჯი მოცვი, კენკროვანი, ზოგადად პროდუქტები, ციტრუსები. ეს არის იმ სკალაშიც, რომელსაც ხშირად გიზიარებთ ხოლმე, რომელსაც ჰარვარდის ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ჩამონათვალი ჰქვია. და მარცვლეულ ბურღულეული, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისათვის, არა რაფინირებული, არა უკიდურესად გაწმენდილი, ტექნოლოგიურად გადამუშავებული, არამედ თლიანი მარცვლეული და მისგან მომზადებული პროდუქტები, როგორც სხვადასხვა სახის საკვები ნივთიერების წყარო და აი ამ ჩამონათვალთან კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას სასარგებლო ცხიმებზე. მე უკვე ვახსენე, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისთვის ნორმალური წონის შენარჩუნება და იმაზე ზრუნვა, რომ ჭარბი ცხიმი არ დაგროვდეს ორგანიზმში და წონასწორობა სხეულში კუნთის სასარგებლოდ იყოს შეცვლილი და ასეთ შემთხვევაში საკვებში სწორად შერჩეული ცხიმები არა უბრალოდ ცხიმზე ორიენტაციით არჩევანის გაკეთების წინაპირობა, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ სწორ თანაფარდობაზე პროდუქტებს შორის, როდესაც სიჭარბის შემთხვევაში შაქარიც ცხიმში მიდის, ცილად ცხიმში მიდის და ზედმეტი ცხიმიც ცხიმში მიდის. ანუ რეალურად ორგანიზმი ჭირდება წონასწორობა, საკვებ ნივთიერებებს შორის თანაფარდობა და ასეთ შემთხვევაში ეს რეკომენდაციები სწორედ წონასწორობის სახით თავს იყრის თეფშზე, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტია გათვალისწინებული და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი, რომელიც ონკოლოგიურ რისკს ქალების შემთხვევაში მკვეთრად ამცირებს. ეს არის მოწესრიგებული ნაწლავი. მოწესრიგებული არ იგულისხმება ნაწლავის უბრალოდ სისტემატური, მაგალითად რიტმული მუშაობა. აქ იგულისხმება ის სამყარო, რომელიც უხილავია და რომელიც ხილულ ცვლილებებს იწვევს ჩვენში. მცენარეული ბოჭკო, რომელიც არის ბოსტნეულში, მცენარეული ბოჭკო, რომელიც არის ხილში, მარცვლეულ ბურღულეული. სწორი თანაფარდობა ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორის. არა ადვილად შეთვისებადი, არამედ რთული ნახშირწყლების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ყველა ტიპის ამინომჟავის ჩართვა და გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების გამოყენება. ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენი სხეულისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ იმ სამყაროსთვის, რომელსაც ნაწლავით ვატარებთ და რომლის შიგნითაც ჩვენთვის მეგობრულად განწყობილ და ნაკლებად მეგობრულად განწყობილ ბაქტერიებს შორის თანაფარდობას სწორედ
ეს ნივთიერებები შეიძლება განსაზღვრავდეს და თავის მხრივ ნაწლავმა შეიძლება განსაზღვროს მერე უკვე ჩვენ როგორ გუნებგანწყობაზე ვართ იმ სეროტონინის დამსახურებით, რომელსაც ის წარმოქმნის, გამოიმუშავებს 90%-ზე მეტი რაოდენობით და მთლიანად განსაზღვრავს არა უბრალოდ იმას, როგორი გუნებგანწყობა აქვთ ქალებს, არამედ როგორი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ონკოლოგიური რისკი და თუ ონკოლოგიური პრობლემა არსებობს, მაქსიმალურად ადვილად გაუმკლავდნენ იმ ბრძოლას, რომელსაც ომში გამარჯვებისკენ მიყავს ქალბატონი. დღეს ეს იყო ჩვენი რეკომენდაციები, მე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.